Am ვიდეოში გააჩვენებთ გზას ერთი დამუხტვით Emotions-ის დასამუხტი წერტილიდან ბათუმამდე ავატარ 12-ით და ავატარ 07-ით. მზად ხართ? 1 2 3 ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვაანონსებთ ახალ პროექტს Emotions-ის სახელით და ვიწყებთ საქართველოს გარშემო მოგზაურობას ელექტრომობილებით. დღეს კი ავატარ 12 და ავატარ 07-ით გავემგზავრებით ბათუმამდე. გზის საწყის ეტაპზე ავატარ 12-ის საჭესთან მიხილავ და განვიხილავთ მის შიდა ინტერიერს და მონაცემებს, თუმცა გზის რაღაც მონაკვეთში მომიწევს უკვე ავატარ 07-ის საჭესთან გადაჯდომა და მის მონაცემებსაც შემოგთავაზებთ. Всё, ჩვენ უკვე ავტომობილებში ვართ, მზად ვართ უკვე დავიძრათ Emotions-ის ავტოსალონიდან ბათუმის მიმართულებით. დავიდით. აბა, როგორ გესმით, მეგობრებო? გვესმის, კარგად გვესმის. ძალიან კარგი, всё, დავიძარით ბათუმის მიმართულებით, ხო მზად ხართ ტრიპისთვის? Let's go. დავით. ბიჭო, კადრს ვიღებთ ეხლა და რამე ისეთი არ თქვა, გაიგე? ჩვენ კადრში სხვათა შორის მოხდა დიპალ S07, რომელიც აი საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. გვერდზე ავატრი ჩვენ ვართ და სხვათა შორის დიპალები უკვე შემოვიყვანეთ S05 და S07. საკმაოდ ეფექტური და საკმაოდ კარგი ავტომობილებია, მინდა გითხრათ და შეგიძლიათ მოგბრძანდეთ და იხილოთ ჩვენ შოურუმში, ტესტ დრაივზე ჩაეწეროთ და თქვენივე თვალით ნახოთ და გატესტოთ, ესე რომ ვთქვათ, როგორი კომფორტულია და როგორი დახვეწილი არის, მოკლედ დიპალ ჩანგანის ქვებრენდი დიპალი. ინტერიერში პირველი რასაც შეამჩნევდით, ალბათ ეს გვერდითა სარკეები არის, სარკეების მაგივრად უბრალოდ კამერები არის, უკიდურეს კუთხეებში ვხედავთ 4K რეზოლუციით, სხვათა შორის და მინდა გითხრათ, რომ აი ძალიან კომფორტული არის მართლა, დაახლოებით ერთ დღეში უკვე ეჩვევით და უფრო კომფორტული ხდება ვიდრე სარკეები იყო ჩვეულებრივ მანქანებზე, ესე რომ ვთქვათ. და რასაც შეამჩნევთ, მეორე ეს არის საჭის ფორმა. საჭის ფორმა, რა ვიცი. აი ხლა მანქანა მანიშნა, რომ 90 არის შეზღუდვა და მე მივდივარ 95-ით და მანიშნა, რომ ცოტათი უფრო სწრაფად მიდიხარო და სიჩქარეს დაუკელიოთ. ძალიან კომფორტული არის ესეც, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც მომენტში სიჩქარე გაგიქცეს, ეს თემატური პატარა გადახვევა, სიჩქარე გაგიქცეს და განიშნებს მანქანა, რომ ცოტა შეუნელეო. და დაუბრუნდეთ წეღანდელ თემას, აი ეს საჭე. პირდაპირ გითხრათ, ამ საჭეზე გადმოწყობა, შეჩვევა არ დამჭირვებია. იმიტომ რომ, რა ვიცი, ძალიან კომფორტული არის, პირიქით, ხედვის არეალი უფრო დიდი მაქვს. ხელს საჭეზე უფრო ვასვენებ, რაღაც ძალიან კომფორტული არის და მოხვევის დროსაც საერთოდ არ მიქმნის დისკომფორტს. ადგილზე მოხვევის დროსაც, აი ესე როცა უხვევთ, არც მაშინ არ მიქმნის დისკომფორტს. არ ვიცი ეს როგორ აქვთ ესე რომ ვთქვათ მოფიქრებული, მაგრამ დისკომფორტი საჭის მიმართ საერთოდ არ გამჩენია. ორიოდე სიტყვა მინდა გითხრათ ასევე ელექტროენერგიაზე. ჩვენ თბილისიდან რომ დავიძარით, ვიხავით 100%-ზე დატენილები. ეს კონკრეტული მანქანა, ანუ ავატარ 12-ში ვხედავთ ახლა ჩვენ, იტენება 705 კილომეტრზე. ეხლა ამ მომენტში ვართ ავტობანზე, უკვე 7% დავხარჯეთ და გვიწერს, რომ ესეთი სრულით გავივლით 657 კილომეტრს. ხოლო მეორე მანქანას შევეხები, ავატარ 07-ს, ისიც 100%-ზე გქონდა დამუხტული. ავატარ 07 იტენება 650 კილომეტრზე, ეს არის CLTC სტანდარტი, ანუ ჩინური სტანდარტი და რეალურად ანუ WLTC-ით, უფრო რეალობასთან მიახლოებული სტანდარტით, ავატარ 12-ით ჩვენ ვარაუდობთ, რომ გავივლით 556 კილომეტრს ერთი დამუხტვით, ხოლო ავატარ 07-ით ვარაუდობთ, რომ გავივლით დაახლოებით 450 კილომეტრს. ასევე მინდა აღვნიშნო
რაღაც ფაქტორები, რაც ელექტროენერგიაზე მოქმედებს. სწრაფად სიარული, მაგალითად, ჩვენ მივდივართ დასაშვების სიჩქარით, 100 არის ავტობანზე დასაშვები და ჩვენ მივდივართ 106-ით. აი ესე 106, 107, 100-მდე დაახლოებით და სულ ესე ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ სიარული და ასევე კონდიციონერი ჩართული გვაქვს სხვათა შორის და საკმაოდ ცხელა დღეს ძალიან კარგი ამინდი დაგვემთხვა. და აწეული გვაქვს საკმაოდ დიდზე. ანუ ჩვენ არ ვფრთხილდებით მოკლედ ელექტროენერგიას, რადგან რეალურად შემოგთავაზოთ მანქანის გამავლობა რამდენი იქნება, აი რეალურ ცხოვრებაში და რეალურ პირობებში რა. არ გვინდა რომ ვიაროთ ნელა და არ გვინდა რომ რაღაც კონდიციონერი გამოვთოთ და რაღაც. ჩვეულებრივად სამი კაცი ვხედავთ მანქანაში, ავატონოლშვიდში ორი ადამიანი ზის რა ვიცი და რა თქმა უნდა ბარგიც გვაქვს, ჩანთებიც გვაქვს და ანუ სიმძიმე ვართ ესე რომ ვთქვათ რა. ასევე აღსანიშნავია ზედა პანორამა, რომელიც სრულიად შუშა არის. ანუ სრულიად შუშაში რას გულისხმობ? წინიდან დაწყებული, ანუ საქარემინიდან დაწყებული, უკანა საბარგულამდე დამთავრებული საერთოდ მთლიანად მინა არის. მაგრამ აქ არ გვაქვს ჩვენ ეს ეგრეთ წოდებული ფარდა ჩამოსაფარებელი. თუმცა ეს საერთოდ არ ქმნის დისკომფორტს, იმიტომ რომ ულტრა იისფერის სხივები ძალიან კარგად იფილტრება, მინდა ვთქვა. ანუ ის დისკომფორტი მე არ შემქნია, რომ ზემოდან მზე მანათებს, ან რაღაცა სიცხე ჩამოდის, ან რაღაც. მოკლედ საერთოდ არ შემქნია ეგეთი დისკომფორტი. ასევე მინდა აღვნიშნო ტელეფონის დასამუხტი, რომელიც რა თქმა უნდა გაგრილებადი არის. აი ნახეთ ეხა 100%-ზე მაქვს, იმიტომ რომ წეღან უკვე ვტენით გზაში. აი ნახეთ ეხა ჩაიწია დაბლა. იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ კარგად დაიჭიროს ეგრეთ წოდებული, ანუ აჩქარების დროს და რაღაცა უკან არ გადმოვარდეს ტელეფონი და თან აი ამ რეფლექტორებიდან ცივი ჰაერი უბერავს, რადგან დამუხტვის დროს ტელეფონი არ გადაგვიხურდეს. ასევე მინდა აღვნიშნო სწრაფი ღილაკები, როგორიც არის სიტყვაზე, რა ვიცი, აი შუშების ჩაწევა, ამოწევა, 360 კამერების გამოტანა, ავტომატური პარკირება. აი კი გვერდზე გზავრისთვის შუშების ჩაწევა, ამოწევა. ჩვენ უკვე გორში ვართ, რაზეც მიხვდებოდით, ჩვენს უკან ეს დიდი ქარის წისქვილები არის და მე ძალიან კარგად ვგზავრობ საბა. აბა შენსკენ რა ხდება მითხარ. ხო, არა, ჩვენთანაც ძალიან ჩვეულებრივად, ძალიან კომფორტული მგზავრობა მიდის ჯერჯერობით და ასეც გაგრძელდება, რა თქმა უნდა. მე ერთ რაღაცას ვიტყოდი უბრალოდ, ეს კონკრეტული მოდელი Avatar 007 არის 2026 წლის მოდელი რა. 2024 და 2025-იც საკმაოდ რბილი მანქანები იყო. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე მეტად გაუმჯობეს ეს ამ მანქანაში ჩანგანის ქარხანაში, მე ვფიქრობ, რომ ეს არის რა, კიდევ უფრო მეტად რბილი და კიდევ უფრო მეტად სასიამოვნო არის. ეგ მე შემომჩნია ეს სხვათა შორის 2025 წლიანიც ხო და გატესტილი ყავს და შენ თვითონაც ხო ავატრის მომხმარებელი ხარ. საბას ყავს Avatar 06, ანუ ყოველდღიურობაში Avatar 06-ის გადაადგილდება და ეს Avatar 07 2026 წლის რაღაც აი არ ვიცი სიმართლე რო გითხრა რა გააკეთეს და რით მიაღწიეს ამან. კი, ვიცი, ძალიან მაგარი დაკიდების სისტემა აქვს, მაგრამ იმდენად რბილი არის გამხდარი, იმდენად რბილი არის, რომ რა ვიცი. მე პირადად გაოგნებული ვარ რა. სირბილით ეხა Avatar 12-იც მშვენივრად რბილი არის. პნევმოდაკიდების სისტემა აქვს, სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, Avatar 07 ამ კონკრეტულ კომპლექტაციას არ აქვს პნევმო, აქვს ელექტროამორტიზატორები, რითაც შეგვიძლია სიხისტის და სირბილის შეცვლა, ხო? ზუსტად მაგის პაპიტოდა დამასწარე ხა ყოველ შემთხვევაში რა. ეს თან უკანა წამყვანი არის ეს კონკრეტული მოდელი და პნევმოზე არ არის. მაინც ესეთი რბილი რო არის, გასაკვირია რა არის. კი, ძალიან რბილი არის. მე პირადად ძალიან კომფორტულად ვგზავრობ, სხვათა შორის გაკვირვებული ვარ რითი.
რომ ანუ სხვათა შორის გადახვევა მოგვიწია, მე მინდა გითხრათ, გვინდოდა თქვენთვის რაღაც ძალიან ლამაზი კადრები შემოგვეთავაზებინა, ქარის წისქვილებთან გვინდოდა მისვლა და დაახლოებით 50 კილომეტრი დავიგრძელეთ, კადრებსაც ჩავსვავთ, როგორ გრუნტიან გზაზე მოვხვდით, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ გრუნტის გამო მოვბრუნდით უკან და აი ეს 50 კილომეტრი მაინც მოგვიწია რა, საცაგვერია, რავი, მოკლედ რა და ეგ 50 კილომეტრი, აი ისე რომ ვთქვათ, დაგვემატა რეინჯზე, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, იმიტომ რომ იმაზე მეტი პროცენტობა გვაქვს დარჩენილი, ვიდრე უნდა გქონდეს, თან რეინჯიც საკმაოდ კარგად გვაქვს დარჩენილი რა. და რამდენზე გაქვს დაყენებული ის კონდიციონერი? კონდიციონერი 3-ზე 4-ზე რა. მეც ეგრე 4-ზე. მასაჟების ჩართული გქონდა ჩვენ სხვათა შორის და სავარძლების გაგრილება არ გამოგვირთავს. იმიტომ რომ ძალიან ცხება რა. წელიწადიდან გავოდიდან სავარძლის გაგრილებას არ ვეტანები არა. მოკლედ გავაგრძელოთ ეხლა გზა მომდევნო გაჩერებაზეც გავჩერდებით. ეხლა ჩვენ მანქანებს გავცვლით, როგორც უკვე გითხარით. მე 07-ზე გადავჯდები და გაგიცვლით ჩემს ემოციებს 07-ზე და მოდი თქვენ უკვე 12-ზე გადასხედით და თქვენ უკვე 12 გატესტეთ, ხო? არ არის პრობლემა. კაი. მოკლედ ჩვენ უკვე გავცვალეთ ავტომობილები, უკვე ვხედავთ ავატარ 07-ში. მინდა განსხვავებებზე გელაპარაკოთ და იმ ფუნქციებზე, რაც უკვე ავატარ 07-ში გვხდება. პირველი რასაც შეამჩნევდით, აქ უკვე ჩვეულებრივი სარკეები გვაქვს, მაგრამ გვაქვს ოფცია, რომ დავამატოთ კამერები, ეს ჩვენი სურვილისამებრ ხდება, ან სარკეები, ან კამერები, ჩვენ რომელიც ესე რომ ვთქვათ, მოგვწონს. კიდევ ერთი განსხვავება, ზედა პანორამას აქ უკვე ისეთი ультраისფერის, ესე რომ ვთქვათ, გაფილტრვა აღარ აქვს, მაგრამ თუმცა გვაქვს ჩამოსაფარებელი ფარდა. ავატარ 12-ში ფარდა არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს აქსესუარები მოყვება იმასა და შეგვიძლია ეგეც ავაყაროთ. მოკლედ აქ თუ შეგვაწუხებს მზე, აქ შემთხვევაში ჩამოფარება შეგვიძლია. კიდევ ერთი ესე რომ ვთქვათ, განსხვავება ჩვენს პანელზე არის, პანელზე სადაც ტელეფონს მუხტავთ, აქაც სწრაფი დამტენი აქვს. შემდეგი განსხვავება, რასაც ხაზი მინდა გავუსვა, აქ უკვე მთავარი დისპლეის ქვემოთ აღარ გვხვდება სწრაფი ღილაკები, რომელიც არის შუშების ჩამოწევა, 360 გრადუსით კამერების გამოტანა. შუშების ჩამოწევა უკვე აქეთ მხარეს გვაქვს გადმოტანილი, 4-ვე შუშას ვაკონტროლებთ, ხოლო 360 კამერის გამოტანა და სხვა ფუნქციების მართვა უკვე ყველაფერი მთავარ დისპლეიში არის უკვე ჩაშენებული. რასაც მინდა კიდევ ხაზი გავუსვა, ეს არის შიდა ინტერიერის ფერი. მოკლედ ეს ფერი მე ვთვლი, რომ გარე ფერსაც, ექსტერიერის ფერი თქვენ უკვე ძალიან კარგად ნახეთ, ძალიან კარგად ერწყმის. ნუ საჭე იგივე ვიზუალის ხდება, რაც ავატარ 12-შია, ავატარ 06-შიც იგივე საჭე გვაქვს, ავატარ 11-შიც, მოკლედ საჭე ავატრის სავიზიტო ბარათი არის. გვაქვს ასევე როგორც სხვა მოდელებში სავარძლების გათბობა, აგრილება, მინდა განახოთ. ეხლა ჩვენ აგრილება გვაქვს ისევ და ისევ ჩართული. გვაქვს ასევე მასაჟი, შეგვიძლია მასაჟიც გავიკეთოთ, თუ მაგალითად წელი დაგვეღალა, დავიღალეთ მგზავრობისას და ასევე რა თქმა უნდა გვაქვს სავარძლების გათბობა და საჭის გათბობა. გათბობას რაც შეეხება 4-ვე სავარძელზე გვაქვს, ხოლო რაც შეეხება მასაჟებს და გაგრილებებს წინა სავარძლებზე გვაქვს. ასევე ძალიან კარგი ფუნქცია ავატრებში ზოგადად არის ნულოვანი გრავიტაციის სავარძლები. ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ მოსვენებულ მდგომარეობაში შეგვიძლია რომ ვიმგზავროთ გზაზე გადაადგილების დროს, თუნდაც ახლო გზებზე. მოკლედ თბილისიდან დაახლოებით 170-180 კილომეტრი უკვე გამოვიარეთ ბათუმისკენ მიმავალ გზაზე და ცოტა ხანი გავჩერდით, დავაპარკინგეთ მანქანები და მინდა შემოგთავაზოთ დეტალური განხილვა უკვე ექსტერიერის. წამოდით ნენელა გადავინაცვლოთ მანქანებთან, როგორც ხედავთ, ეს ორი ულამაზესი ავტომობილი ავტომობილის წინა მხარე დაახლოებით ერთ სტილში არის, ხო? და ავატრი ზოგადად ამით გამოირჩევა,
წინ გვთავაზობს ზუსტად ისეთ ფუტურისტულ ვიზუალს, როგორცაც ახლა თქვენ ხედავთ. ფარების მოყვანილობა აი ეს ფარების მოყვანილობა ორივე ავტომობილში, ორივე მოდელში დაახლოებით ერთნაირად გვაქვს. შორი განათები აქ გვაქვს რეალურად რაც ანათებს, ეს არის daylight-ი, ანუ დღის განათება, ესეც და აი ამ მონაკვეთში გვაქვს უკვე რაც რეალურად გზას გვინათებს, არის შორი განათების და ახლო განათების ფარები. დისკებს მინდა შევეხო, დისკები Avatar 07-ში ამ კონკრეტულ კომპლექტაციაში გვხვდება 20-იანი, ხოლო Avatar 12-ში გვხვდება 21-იანი დისკები. დაკიდების სისტემა, როგორც აღნიშნე უკვე არის Avatar 12-ში პნევმოდაკიდების სისტემა, ხოლო Avatar 07-ში ამ კონკრეტულში არის ელექტროამორტიზატორები. თუმცა შეგვიძლია რომ ჩვენი სურვილისამებრ კომპლექტაციაში შევიძინოთ პნევმოდაკიდების სისტემა. 4-ვე ამძრავი, სრული ამძრავი Avatar 12, ხოლო უკანა წამყვანი Avatar 07. თუმცა შეგვიძლია 4-4-ზე შეძენაც Avatar 07-ის. ორიოდე სიტყვით მინდა ცხენის ზალებსაც შევეხო. Avatar 12-ში სრულ ამძრავში 4-4-ზე სისტემაში გვხვდება 700 ცხენის ზალამდე. 680 ცხენის ზალა კონკრეტულად გვაძლევს აჩქარებას 0-დან 100-მდე 3.8 წამს სულ რაღაც, საკმაოდ კარგად ჩქარდება. ხოლო Avatar 07-ში გვაქვს ამ კონკრეტულ ვერსიაში 345 ცხენის ზალა, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა რომ 4-4-ზე ვერსიაში გქონდეს 3.7 წამი აჩქარება 600 ცხენის ზალამდე. კონკრეტულად 598 ცხენის ზალა. 600 ცხენის ზალა. რაც ელექტრო ავტომობილებში მოგეხსენებათ, რომ ძალიან კარგად იგრძნობა, იმიტომ რომ დაგვიანება არა გვაქვს აჩქარების დროს, არ გვაქვს ის ეგრეთ წოდებული, აი რაც შიგაწვის ძრავიან მანქანებს ჩვევია, რომ დავაჭეთ აქსელერატორს ფეხს და აი ცოტა გვიან რო ხდება, რომ უნდა წავიდეს. არა, აქ ეგრე არ არის. გვაქვს მომენტალური რეაგირება აქსელერატორზე ფეხის დაჭერის დროს. მოკლედ, Avatar 07-ზე მინდა გავამოხვილო ყურადღება სარკეებზე, სხვათა შორის Avatar 12 და რო გადმოვჯექი, იმდენად მიჩვეული ვიყავი უკვე აი ამ კამერებს, სარკე კამერებს, ეგრეთ წოდებულს, რომ ცოტა აქ არ მესიამოვნა რა. იმდენად თითქოს ხო არაფერი, მაგრამ აი ეს აი ამ ხელა, წარმოიდგინეთ, ამ ხელა სარკე ვიზუალურადაც ცოტა არ მომეწონა და ხედვაც ასე თუ ისე დაფარა. თან შეჩვეულზე უკვე შიგნით უყურებდი, რომ კამერა მინდოდა რომ დამხვიდროდა და უცბად სარკე ხდებოდა რა. ადრე ცოტა სხვა შეხედულება მქონდა, პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ეს შეხედულება, რა ვიცი, შემეცვალა. გემოვნების ამბავია, მაგრამ მაინც მე ვამჯობინებ აი კამერას არკეებს, რომელიც შეგიძლიათ რომ Avatar 07-შიც თქვენი სურვილისამებრ გქონდეთ. კამერას არკეები გვაქვს Avatar 12-ში, სრულიად პანორამული ჭერი, აი აქამდე უკანა საბარგულამდე მოდის პანორამული ჭერი და ნახეთ ესეთი რაღაცა გვაქვს აქ. უკანა შუშა არ გვაქვს. ანუ აი აქ შუშა საბარგულზე საერთოდ არ გვაქვს. მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს ესეთი კამერა. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომ აი რა მოხდება თუ ეს კამერა დაისვრება ან რამე ეგეთი, ხო? მაგ შემთხვევაში გვაქვს შიგნით ფუნქცია, აქედან გამწმენდი. საკმაოდ კარგი წნევით ასხავს წყალს, ქაფიან წყალს ასხავს და გვიწმენს, ამიტომ ის პრობლემა, რომ უკანა ხედვის, ესე რომ ვთქვათ, შეზღუდვა გვაქვს, ეგ პრობლემა მოხსნილია. მინდა ორიოდე სიტყვით აქ ჩვენი რაღაც დრონები და რაღაცები გვიწყვია. ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო საბარგულს, საკმაოდ ტევადი არის. აქაც ესე პატარა სათავსო გვაქვს. უკანა მხარესაც მინდა რომ შევეხო, საკმაოდ აგრესიული ვიზუალი აქვს და დაგვიწერეთ, გთხოვთ კომენტარებში, რომელი ცნობილი ევროპული ბრენდის უკანა მხარეს გაგონებთ. უკანა სპოილერი.
დინამიური სპოილერია სხვათა შორის სისტრაფის დროს თავის დამოდის, თავის იცის, რაც უნდა ქნას, ჩვენ შეგვიძლია რომ მანუალურადაც ამოვიყვანოთ. უკანა დიფუზორი ძალიან აგრესიულ ვიზუალს აძლევს, ეს პარკინგ რადარები გვეხმარება გავიგოთ თუ რამდენი სანტიმეტრი გვაქვს დარჩენილი რაღაც დაბრკოლებამდე და ასე შემდეგ. ძალიან კარგი რამ არის, ძალიან გამოსადეგი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე წამომბრძანდით მინდა შევეხო დამტენ პორტებს. მოგეხსენებათ, ჩინურ ავტომობილებს აქვს ერთი სწრაფი, არა მარტო ჩინურს, მაგრამ ერთი სწრაფი და ერთი ნელი დამტენი, რაც ნიშნავს AC და DC დამტენებს. GBT არის ჩინური დამტენების პორტის სახელწოდება. გვაქვს სხვადასხვა პორტები, არ მინდა რომ აგვერიოს, არის ევროპული მანქანებისთვის სხვა, არის Type-2, CCS2, რა ვიცი, კიდევ ჩადემო და ასე შემდეგ, ხოლო GBT გვაქვს ჩინურ ავტომობილებში. ამ მანქანას 20-დან 80%-მდე შეუძლია დაიტენოს სულ რაღაც 25 წუთში, გვაქვს 800 ვოლტიანი არქიტექტურა და სწრაფდამტენზე, საქართველოში რა სწრაფდამტენებიც გვაქვს, შეუძლია 20-დან 80-მდე დაიტანოს სულ რაღაც 25 წუთში. კილოვატობას მინდა შევეხო. ავატარ 12-ში გვხდება 95 კილოვატი ტევადობის ელემენტი, რკინა ლითიუმ ფოსფატი, რა თქმა უნდა, რომელიც ყველაზე გამძლე და არადეგრადირებადი ელემენტებია, მე მინდა ამას ხაზი გაუსვა. ხელი სახელურები, რომელიც მოძრაობის დროს ან დაკეტვის დროს, რა თქმა უნდა, შიგნით შედის, რაც აეროდინამიურობას ძალიან ხელს უწყობს. ასევე ავატარ 12-ში ესეთი ავტომატური კარებები გვხვდება. საკმაოდ, კომფორტული არის, როცა ჩაჯდები, ესეთი ღილაკებით ავტომატურად იკეტება. და ლიდარები, ბევრი კითხულობს ხოლმე თუ რა არის ლიდარი. ამ კონკრეტულ მოდელში ავატარ 12-ში აქ გვაქვს ჩაშენებული მარცხენა ლიდარი მძღოლის მხარეს, წინა მხარეს გვაქვს ლიდარი და გვერდზე მგზავრის მხარეს. ეს რა არის, მე ზუსტად გეტყვით ახლა. ეს არის ზუსტად ის მოწყობილობა, რაც აქ თავზე აქვს ამოწეული ავატარ 07-ს. ბევრის განსხვავებული აზრი არსებობს, ზოგს მოსწონს ეს ამოწეული, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ვისაც არ მოსწონს, ესე ჩაშენებულია უკვე გარშემო ავატარ 12-ში, ხოლო ავატარ 07-ში ლიდარი მდებარეობს უკვე საქარიმინის მაღლა. ლიდარი ორი სიტყვით განმარტავ, რას შვება ლიდარი. ლიდარი მარტივად რომ ვთქვათ, სკანერს უღებს გზას და გვეხმარება უკეთ გზის აღქმაში. მანქანას ეხმარება უბრალოდ. ჩინეთში ცოტა სხვანაირად მუშაობს. ჩინეთში A პუნქტიდან B პუნქტამდე მიყვანის ფუნქცია აქვს. ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ მიუთითოთ მანქანაში სახლის მისამართი, სამსახურის მისამართი და ჩვენ და დამოუკიდებლად მანქანა მიგვიყვანს, ესე რომ ვთქვათ, სამსახურამდე, სახლამდე, რა მისამართსაც მიუთითებთ ავტოპილოტით. ავატრი მოგიხსენებათ, თანამშრომლობს Huawei-სთან. Huawei-ის ADAS სისტემა გვხვდება ავატრში, რომელიც აღიარებული არის მსოფლიოში პირველ ავტოპილოტად. იმაზე აღარა მაქვს საუბარი, რომ ზოლს იცავს, რა ვიცი, მანქანასთან დისტანციას იცავს, ავტომატურ პარკირებას აკეთებს და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, სანამ აქ ავტოპილოტთან ტრიალებთ, მე მინდა გითხრათ, რომ კომპანია Emotions-ი გთავაზობთ master account-ებს, ანუ სრულად ოუნერი, მფლობელი ხდებით მანქანის. ანუ თქვენ გაქვთ აპლიკაცია, რომლითაც შეგიძლიათ, რომ თქვენი მანქანა აკონტროლოთ, წინ გამოწიოთ, მიწიოთ აპლიკაციიდან, სახლიდან, რა ვიცი, გათბობა ჩართოთ, გაგრილება ჩართოთ, 360 გრადუსების ლაივ რეჟიმში კამერა ნახოთ, თუ რა ხდება, ვინმე თუ შეეხო თქვენს მანქანას, ესე, რაღაც უხეშად შეეხო და ასე შემდეგ ახლოს ჩაიარა, ტელეფონზე notification-ი მოგდით. კიდევ ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს ამ მანქანებს და იმ აპლიკაციას, ზემოთ ხსენებულ აპლიკაციას და ძალიან კომფორტული ხდება მე უკვე ამ მანქანის ყოლა ქონა. გადმოვინაცვლოთ უკვე ავატარ 07-ის უკანა მხარეს, როგორც სხვა ავატრის მოდელებში გვხვდება, ესეთი ვიზუალი აქვს.
დახვეწილი უკანაფარი ძალიან მომწონს. სხვათა შორის ახლა გზაში რომ მოდიოდით, ძალიან ბევრი თვალს გვაყოლებდა და ბევრს მოსწონს თან მით უმეტეს ეს ფერი გზაზე ყოფილა, რა ვიცი, აი სიტყვით ვერ აღწერ, ისეთი სიმპათიური და ისეთი რა ვიცი, დახვეწილი. უკანა მხარეს უკვე გვხვდება უკანა საქარე, უკანა შუშა. ასევე გვაქვს კამერები, რომლებიც გვეხმარება უკანა ხედვაში. საბარგულს შევეხოთ, აქ 360 კამერის ერთ-ერთი კამერა მდებარეობს. აქ საბარგულში ძალიან ბევრი რაღაცეები გვიწყვია, მიკროფონები და ასე შემდეგ. ახეთ აქაც რა კარგი სათავსო აქვს. აგრესიულობით ავატ 07-იც ასე თუ ისე გამოირჩევა ესეთი პატარა დიფუზორებით, კანტებით. და სხვა რა შეიძლება რომ ითქვას, გადავინაცვლოთ ეხლა უკვე სახელურებთან და დამტენ პორტთან. დამტენი პორტი როგორც მეორე მანქანაში, აქაც ანალოგიურად DC-AC ჩქარი, ნელი, ესე ღილაკით, ხოლო აქ ნახეთ როგორი დახვეწილი ფორმები გვაქვს, გაღების დროს ეს გამოდის, დაკეტვის დროს შედის აეროდინამიურობაში, ძალიან უწყობს ეს ყველაფერი ხელს. პანორამა, რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს, როგორც უკვე ნახეთ, თქვენ შიდა ინტერიერის განხილვის დროს ავატრები წარმოდგენილია ელექტრომობილებით და დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილებით. ელექტრომობილები კიდევ ერთი რამით გამოირჩევა, რომ წინა მხარესაც აქვს პატარა საბარგული, სადაც შეგვიძლია რომ რაღაც დამტენები ან რაღაც ეგეთი ნივთები ჩავდოთ. ერთ რამეს მინდა კიდევ შევეხო, ჩვენ ახლა ვართ გაჩერებული თბილისიდან დაახლოებით 170 კილომეტრში და ვართ გაჩერებული charger station-ზე. სწრაფი დამტენები აქვს განთავსებული, ვისაც სიტყვაზე long range, ანუ დიდი გამავლობის მანქანა არ გყავთ და პატარა გამავლობის მანქანა გყავთ და გნებავთ დასავლეთში, სადმე შორგზაზე წასული, არანაირი პრობლემა არ გააჩნია. ჩვენ თბილისიდან აქამდე უკვე ორჯერ შეგვეძლო რომ მანქანა დაგვეტენა. ეს არის ჩვენი მეგობარი კომპანიის სხვათა შორის Charger Plus-ის დამტენები, 120 კილოვატიანი დამტენები, რომელიც თქვენს მანქანას სწრაფად დამუხტავს. თუ ერთ რაღაცასაც გაუსვავ ხას, ჩვენთან მანქანის შეძენის შემთხვევაში ერთ-ერთი საჩუქარი ასევე Charger Plus-ის 100 კილოვატი არის უფასოდ საჩუქრად. წავედით უკვე გადმოვსხდეთ ჩვენს ავატარ 12-ში და გავაგრძელოთ გზა ბათუმისკენ. Show me that don't need no money, don't need nobody, just need your body. Show me that so sweet like honey, don't need no talking. და ჩვენ ჩამოვედით ბათუმში, მიზეზი თუ დღეს რატომ წამოვედით თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, მისია შესრულებულია. შიშები მოხსნილია, რომ ელექტრომობილით ბათუმამდე ვერ ჩავახცევთ და სადღაც გზაში დაგვიჯდება. არა, მეგობრებო, ესე არ არის. გარწმუნებთ, იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან ბევრი კილომეტრი დავიმატეთ გზაში, არაგათვალისწინებული კილომეტრი. ზუსტად 400 კილომეტრი გავიარეთ ორივე მანქანით, იმიტომ რომ ერთად დავდიოდით. ორივე მანქანით 400 კილომეტრი გავიარეთ და ავატ 12-ზე კიდევ რეზერვად დარჩენილი არის 140 კილომეტრი და 07-ზე დარჩენილი 130 კილომეტრი. მოკლედ, დღევანდელი მისია, როგორც უკვე ვთქვი, შესრულებულია. გზაზე ინფრასტრუქტურა, როგორც ნახეთ, დაახლოებით 5 ადგილზე შეგვეძლო, რომ მანქანები გადაგვეტენა, მაგრამ ჩვენ ერთი დამუხტვით ჩამოვედით ბათუმამდე. ეხლა რო გვინდოდეს სარფამდეც ჩავალთ და უკანას დავბრუნდებით. არ არის ეგ პრობლემა. მოკლედ, დღევანდელი ვიდეო იმედია მოგეწონათ, მეგობრებო, ამ ჩვენ ლამაზმან მანქანებთან ერთად და ყველას გთხოვთ, დაგვიწეროთ კომენტარები, რა თქმა უნდა, ჩვენი არხი უნდა გამოიწეროთ, რომ შემდეგი ვიდეოები არ გამოგრჩეთ და ლაიქი თუ იქნება, ხო, ძალიან მოხარულები დაგვრჩებით. უკვე ეს ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა და აბა დროებით შემდეგ ვიდეომდე. კარგად. მეორე დღეა
მოდია მოკლედ ცოტა დავისვენეთ, დარჩენილი ელემენტით მთელი ბათუმი მოვიარეთ, ცოტა ვისეირნეთ და ეხლა ვართ აი მეტროსიტისთან, ბევრ სავარაუდოდ გეცნობათ და იცით ეს ადგილი და ჩვენი მეგობარი კომპანიის საკმაოდ სწრაფი დამტენებია. სხვათა შორის საქართველოში GBT ამაზე სწრაფი არ მეგულება, 180 კილოვატი არის და ჩვენს მანქანებს ვტენით. კომპანია Moveo, ჩვენი მეგობარი კომპანია, დაახლოებით ეხლა 25 წუთში, 30 წუთში გადაიტენება მანქანები და შემდეგ უკვე გზას გავაგრძელებთ თბილისამდე. Until death I do, I see you bye, bye, bye.